კაცს, რომელმაც მედიცინას ჰიგიენა და ხელების დაბანა ასწავლა, გიჟი უწოდეს და საგიჟეთში გამოკეტეს. 1857 წელს ვენაში, ვენის გენერალურ საავადმყოფოში მშობიარე დედები, მშობიარობის შემდგომი ციებ ცხელებით მასიურად იღუპებოდნენ. 13-დან 21%-მდე იყო საშუალო სიკვდილობის მაჩვენებელი. ახალგაზრდა ექიმი იგნატ ზემელვაისი ამჩნევს საშინელ კანონზომიერებას. ექიმები, რომლებიც დილით მორგში გვამებს კვეთენ და ამაზე მუშაობენ, შემდეგ ხელების დაუბანლად იღებენ მშობიარობას. ზემელვაისმა ივარაუდა, რომ მათ გვამის ნაწილაკები გადაქონდათ. ანუ ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმები. ბრძანება გამოსცა, კლინიკის ხელმძღვანელის პირველი ასისტენტი იყო. შესაბამისად, გამოსცა ბრძანება, ყველას ქლორიანი წყლით დაებანა ხელები სხვადასხვა манипуляციების შესრულების შემდეგ. შედეგი იდეალური აღმოჩნდა. სიკვდილიანობა 18-დან 1-2%-მდე დაეცა. ესით გმირის მანტია უკვე გამზადებული უნდა ქონოდათ, მაგრამ ვიქტორიანული ავსტრია მიღებული არის მოსაზრება ჯენტლმენის ხელის სუდთან. შესაბამისად, მისი მოსაზრებები უარყოს სამედიცინო საზოგადოებამ, დასცინეს, საზოგადოებიდან გავიყეს, კლინიკიდანაც გააგდეს, ბოლოს ფსიქიატრიულ კლინიკაში მოტყუებით მოათავსეს. ყველაზე მეტად ბედის ირონია ისა, იქ სწორედ ჭრილობის ინფექციით, სეფსისით გარდაიცვალა. თანამედროვეობაში კი დედების გადამჩენელი სახელით ვიცნობთ მას.